მოგეხსენებათ, რომ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო დეკემბრის დასაწყისიდან დაიწყო საინფორმაციო კამპანია ნაძვისა და სხვა წიწვოვანი ხეების უკანონო მოპოვებისა და რეალიზაციის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდში წინა წლებთან შედარებით რეალიზაციის ფაქტები შემცირებულია. შესაბამისად, ნამდვილად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სამინისტროს მოწოდება გათვალისწინებული იქნა. ძალიან აქტიურობენ მოქალაქეებიც, რომლებიც გვაწვდიან ინფორმაციას თითოეული ადგილის შესახებ, სადაც მიმდინარეობს ნაძვის თუ სხვა წიწვოვნების რეალიზაცია. ინფორმაციას ვამოწმებთ და უკანონობის შემთხვევაში ეს არის აღკვეთილი. მიუხედავად ამ მრავალჯერადი გაფრთხილებისა და სხვადასხვა კამპანიის შემადგენელი სხვადასხვა ნაწილებისა, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ თბილისის ტერიტორიაზე გამოვლინდა უკანონოდ მოპოვებული წიწვების რეალიზაციის ფაქტები და ეს ძალიან სამწუხაროა. ზედამხედველობის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებული და დალუქულია 500-მდე ნერგი, ხოლო სამართალდამღვრობებს დაეკისრათ ჯარიმები 200-დან 1000 ლარამდე. აქვე შეგახსენებთ, რომ თუ გარემოზე მიყენებული ზიანი შეადგენს ან აჭარბებს 1000 ლარს, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი განაგრძობს თანამშრომლობას სხვა შესაბამის სამსახურებთან და გააკონტროლებს ხელმცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირების და მათი რეალიზაციისას კანონის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტებს. ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული ფაქტები გულისხმობ უკვე ამოღებულ 500-მდე ნერგს. იქნება პრევენცია მომავალი უკანონო ქმედებებისათვის. და კიდევ ერთხელ მივმართავ, მოუწოდებ მოსახლეობას, რომ თავი შეიკავონ მსგავსი უკანონო საქმიანობისგან, რადგან ეს მხოლოდ და მხოლოდ თუ გააფუჭებს მათ წინასაახალწლო მდგომარეობას. ამ ცუდი იმით რომ არ დავამთავრო, ვიტყვი რომ წინასწარ ყველას მიულოცავ შობა ახალ წელს და ვისურვებ რომ ძალიან წარმატებული და ბედნიერი წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანისათვის და საქართველოს თითოეული მოსახლისთვის 2014 წელი.